გამოკითხვის თანახმად, მომხმარებლების მიერ რესტორნის არჩევისას გემრიელი საკვები და ინგრედიენტების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფი მომსახურება. შესაბამისად, მომხმარებელთა რაოდენობის გასაზრდელად რესტორან საუცხოოს მენეჯმენტისათვის საკვები ხარისხის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომსახურების სისწრაფის გაზრდა, რომელიც შეასუსტებს ყველაზე მეტად ამ დასკვნის მართებულობასო. ოკეი, ფაქტობრივი საფუძველი არ უნდა შევცვალოთ ნამდვილად, ესე იგი, გემრიელი საკვები და ინგრედიენტების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია მომხმარებელთათვის, ვიდრე სწრაფი მომსახურება და ამის მიუხედავად უნდა შევასუსტოთ მოსაზრება, ესე იგი, ის ქცევა, რომ რესტორანმა გადაწყვიტა საკვების ხარისხის გაუმჯობესებაზე უფრო იზრუნოს, ვიდრე სისწრაფის გაზრდაზე. ოკეი, შევასუსტოთ ახლა ჩვენ ამ რესტორნის გადაწყვეტილების მართებულობა. ბევრი რესტორანი წარმატებით ახერხებს, რომ ერთი მხრივ გააუმჯობესოს საკვების ხარისხი და გემო და მეორე მხრივ მაქსიმალურად გაზარდოს მომსახურების სისწრაფე. ოკეი, ეს არ ასუსტებს ამ მოსაზრებას, ანუ ამბობს, რომ ორივე შეიძლება გააკეთო, მაგრამ ეს არ გამოგვადგება მსჯელობის შესასუსტებლად. ჩვენ უნდა ავხსნათ თუ რატომ არ უნდა ეთქვა უარი მომსახურების სისწრაფის გაზრდაზე ამ რესტორანს. საუცხოოს მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სხვა რესტორანიცაა, რომელიც ინგრედიენტების ხარისხისა და საკვების მომზადების დახვეწამ არ გამოიწვია მომხმარებელთა რაოდენობის მოსალოდნელი ზრდა. სხვა რესტორნის მაგალითზე ვერ ვიმსჯელებთ, ხო? ანუ ამ რესტორანში როგორ იმოქმედებს ეს და იმუშავებს. იქნებ სხვა რესტორანში სხვა ხარვეზების გამო არ მუშაობდა, ჩვენ ხო არ ვიცით. საკვების ხარისხის გაუმჯობესება ხშირად განსხვავებული პროცედურების გამოყენებას მოითხოვს, რაც უარყოფითად აისახება მომსახურების სისწრაფეზე. ოკეი, ამაზე თვალს ხუჭავს, ხო? რესტორანი მას გააზრებული აქვს, რომ პროდუქტის ხარისხი და საკვების ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია რა და ამიტომ არ აუშავს თუ მომსახურების სისწრაფე დაიკლებსო. ამიტომ ეს არ შეასუსტებს მათ გეგმას. საუცხოოს მდებარეობის გამო მისი პოტენციური მომხმარებლების უმრავლესობა შესვენებაზე გამოსული ადამიანები არიან, რომლებსაც შეზღუდული დრო აქვთ. არის იდეალური პასუხი ამ მსჯელობის შესასუსტებლად. ხო, ესე იგი, ამ რესტორნის სამიზნე აუდიტორიისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო სწრაფი მომსახურების მიღება, ვიდრე თქვათ საკვების ხარისხის გაუმჯობესება. დეპასუხი არ ამბობს იმას, რომ ამ სწრაფი მომსახურების მსურველთათვის საკვების ხარისხი არ არის მნიშვნელოვანი, ხო? მას კი არ ამბობს, არამედ ამბობს იმას, რომ სწრაფი კვების ობიექტისათვის ისეთი ტიპის მენიუ არის მიზანშეწონილი, რომელიც დროში უფრო სწრაფად მზადდება, რომ შესვენებაზე გამოსულმა ადამიანმა მოასწროს მითქმა. გამოცდილება აჩვენებს, რომ მომხმარებელთა მიერ საუცხოოს ტიპის რესტორნის არჩევა ძირითადად საკვების ხელმისაწვდომი ფასებითაა განსაზღვრული, აქ საერთოდ ახალი რაღაც გარემოება შემოდის, რომელიც ამ მსჯელობას პირდაპირ არ უკავშირდება, ხო? ანუ ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, ხარისხი თუ სისწრაფე და ეს ამბობს, რომ ფასი. ამიტომ ფასი რომ მნიშვნელოვანია, ამ კონფლიქტს არ აგვარებს, ხო? ანუ არ ანიჭებს რომელიმეს უპირატესობას. გამოდის დეპასუხი სწორი.